აი ბატონო, პირველ რიგში მინდა ლაუგითხრათ, რატო ჩავაცივდი ამ წიგნს. რო არ გვეგონოს უბრალოდ ახირება, რა თქმა უნდა, ყველაფრის ერთ-ერთში გადაღება ძალიან ძნელია და მეთოდიკის შეცვლა გარკვეულწილად მოგვიწევს, მაგრამ უფალი იესო ქრისტეს ჰქონდა გენიალური გეგმა. ის იყო აი ამ მახარებლობის ოსტატი და მან იცოდა, რომ თავად მახარებლობა არ იქნებოდა ისეთი ეფექტის მიმღწევი, როგორიც მამას ჰქონდა ჩაფიქრებული დამოწაფების გარეშე. ამიტომაც ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, მე და მაიკო თქვენთან ერთად არის ის, რომ ვცდილობთ დაგიმოწაფოთ და გასწავლოთ თქვენ როგორ უნდა დაიმოწაფოთ სხვა ადამიანები. ზოგიერთი რაღაცის ერთ-ერთში გადმოღება იქნება შესაძლებელი, ზოგიერთი რამ იქნება საჭირო, რომ ადაპტირება მოვახდინოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან. როგორც მოგვიანებითაც ვახსენებ, დამოწაფება აქვს ორი მხარე. პირველ რიგში ეს არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ქრისტეს მოწაფეები. ჩვენ უნდა ვიყოთ გულმოდგინე მოწაფეები იესო ქრისტესი, სწავლობდეთ მისგან, ვიღებდეთ მისგან, ვიკვებებოდეთ მისგან. წამდეს ისე, როგორც წმინდა წერილი ამბობს, მისი სიტყვა ამბობს. ჩვენ ვიყოთ კარგი მოწაფეები ერთი სიტყვით და მეორე რიგში ის არის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სხვებისთვის მენტორი. ჩვენ უნდა გვყავდეს მოწაფეები. იმიტომ რომ ეს პირდაპირი დავალება. ასწავლეთო მათ ყოველივეს დაცვა. მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმინდის სახელით და ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა. აი ეს ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა დღეს თანამედროვე ეკლესიისთვის და ჩვენ ამას შევეხებით. თუმცა უფალმა იესო ქრისტემ აი ურთიერთობის მაგალითით ჩვენ გვაჩვენა, რომ მახარებლობის და დამოწაფების ხერხემალი მისთვის იყო პირადი ურთიერთობა. და ეს პირადი ურთიერთობა, რომ შეენარჩუნებინა იესო ქრისტეს თავის მაშინდელ მოწაფეებთან თუ მომავალ მოწაფეებთან, მან არაჩვეულებრივი იარაღი დაგვიტოვა, რასაც ქვია ლოცვა. ლოცვა, მის სიტყვასთან მოზიარეობა და ასე შემდეგ. და ჩვენ ამას ყოველდღიურად უნდა ვიყენებდეთ. ურთიერთობა ქრისტეს სტრატეგია. მათეს 28-ში წერია და აჰა მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე. იესო ქრისტემ ჩვენ აღგვითქვა, რომ მასთან ჩვენი ურთიერთობა არ შეწყდებოდა, სანამ წუთისოფელი აი ამ ფორმით იარსებებდა. ეს არ არის უბრალოდ ფუფუნება, ეს იესო ქრისტემ იმიტომ უზრუნველყო, რომ ჩვენთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სხვანაირად მეგობრებო, აი წარმოუდგენელი არის ხოლმე მომენტები გეტყვით, რომ არ გეგონოთ, რომ ჩვენ რადგან ეხლა რაღაცა ან პასტორი ქვია, ან მსახური ქვია, ან რაღაცა წოდებით ვსარგებლობთ, ან გარკვეულწილად ცნობადი სახეები შეიძლება ვიღაცები ვიყოთ რაღაცა წრეებში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს ჩვეულებრივი სისუსტეები. დაწყებული მამამთავარი აბრაჰამიდან, იოსებიდან ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ ისინი და ეს მე მამხნევებს, როდესაც ამაზე ვფიქრობ, იმიტომ რომ არის ხოლმე დღეები, როდესაც ყველაფრისგან ვიღლები. არის ხოლმე დღეები, როდესაც ყველაფერი ფერფთალდება. უბრალოდ მიჩნდება სურვილი, რომ ვიყო ჩვეულებრივი ეგოისტი ადამიანი. ვიცხოვრო საკუთარი თავისთვის. ხანდახან უბრალოდ მინდა, რომ არაფერი არ ვაკეთო. ხანდახან უბრალოდ მინდა, რომ აი გამოვიძინო კარგად, ვჭამო რაც მინდა, წავიდე სადაც მინდა, ვეთამაშო ჩემს ბავშვებს, ან ხანდახან იმათი დანახვაც არ მინდა. აი წარმოიდგინეთ, ხანდახან ისინიც კი მაღიზიანებენ, როცა ჩემს საკუთარ თავზე მეტად მიყვარს ისინი. ადამიანი ეგოისტური ქმნილებაა და სანამ ამ სხეულში ვცხოვრობთ, ჩვენ აი ეს შემოტევები ყოველთვის გვექნება. მაგრამ იმის განცდა, რომ იესო ქრისტემ აღგვითქვა, რომ ჩვენთან ერთად იქნება ყოველ დღე წუთისოფლის აღსასრულამდე, ეს სერიოზული აქტივია. და რას ვაკეთებ ხოლმე, იცით, როდესაც აი ესეთი აღრილობის განცდა მეუფლება ხოლმე. მაშინვე შევდივარ ხოლმე იესო ქრისტესთან ცოცხალ მოზიარეობაში, ურთიერთობაში. განსაკუთრებით მეხმარება ამ დროს ენებზე ლოცვა.
განსაკუთრებით მეხმარება ამ დროს სულიერი კუნთივით. თავიდან შეიძლება ადამიანი სიმძიმეებს ვერ ეწევა, ვერ ახერხებს ინტენსიურ ვარჯიშს, მაგრამ როდესაც მოუხშირებს ვარჯიშს, ის ჰანტელები, სიმძიმეები, რომელსაც მანამდე ვერ ეწეოდა, მისთვის ჩვეულებრივად ასაწევი ხდება და ამას უნდა შევეჩვიოთ, ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, უნდა გავიხადოთ ჩვენს ყოველდღიურობად ლოცვა და ძალიან ხშირად უნდა ვმარხულობთ. ძალიან ხშირად ახლა ესე რო არ მოგეჩვენოთ, კვირაში ერთი დღე მაინც უნდა ვმარხულობთ. ხანდახან შეიძლება რომელიმე კვირა ჩაგივარდეს, არ არის ეს პრობლემა, მაგრამ შემდეგ ამოანაზღაურო ორ კვირაში ერთხელ ორი დღე მაინც იმარხულო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც უფალთან შევდივარ ხოლმე აი ასეთ ინტენსიურ ურთიერთობაში, ლოცვითა და მარხვით, უფალი მხვდება, უფალი მიდასტურებს, რომ ჩემთანაა. და ეს სიტყვები, რომ თქვენთან ვარ ყოველ დღე წუთისოფლის აღსასრულამდე, უბრალოდ რაღაცა მშრალი დანაპირები კი არა, ის არის აღთქმა, რომელიც მოდის სისრულეში და ის მავსებს ძალით, ახალი ხედვებით მოდის. შეიძლება რაღაცა კონკრეტულს არ დამელაპარაკოს უფალი, მაგრამ რაღაცა საკითხი, რომელიც წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, ისეთ დიდ გამოწვევად აღარ მეჩვენება. ისე აღარ მიმძიმს მსახურების გაწევა, ისე აღარ მიმძიმს ვიღაცისთვის მონახულება, ვიღაცასთან მისვლა, ჩევის მიცემა, ვიღაცისთვის ლოცვა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩემთვის ხდება ისეთივე ხელმისაწვდომი, როგორიც იყო იესო ქრისტესთვის და ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს, მეგობრებო. იესო ქრისტე გვაძლევს ჩვენ თავის ძალაუფლებას, გვაძლევს ჩვენ უნარს, რომ დავამოწმოთ მასზე, თუ მასთან ვართ. და მასთან ყოფნა ჩვენ როგორ შეგვიძლია? ჩვენ არ შეგვიძლია სადმე ფიზიკურად, გეოგრაფიულად მივიდეთ და ვთქვათ, ახლა იესოსთან ვართ. იესო ქრისტემ თქვა, რომ ჩვენ მასთან სულით უნდა ვიყოთ ერთნი, ხო? და ნახეთ იოანეს 15:26-27 მუხლებში რა წერია. როცა მოვა ნუგეშის მცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისაგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე. თქვენც დაამოწმებთ, რადგან თავიდანვე ჩემთან ხართ. რატომ დაამოწმებთო თქვენო? ანუ ნახეთ, სულიწმინდა ხო დაამოწმებს, სულიწმინდა ხო ცოცხალი მოწმე იქნება და შენც იგივე რანგში გაყავ ხარ. შენც დაამოწმებ, იმიტომ რომ თავიდანვე ჩემთან ხარ. დაუსვი კითხვა შენს თავს. იყავი დღეს იესო ქრისტესთან. თუ მასთან ხარ, შენ გეძლევა საშუალება, რომ დაამოწმო მის შესახებ. ეს მისი შეფასებით დაამოწმო. ის კი არა, შენ რასაც ეძახი დამოწმებას, ის რასაც ის ეძახის დამოწმებას, იმ ხარისხით დამოწმებას, რასაც ის გულისხმობს, ჭირდება იესოსთან ყოფნა. ამიტომ მეგობრებო, სადღაც თუ ვიღლებით, სადღაც თუ იმედგაცრუება გვაქვს, სადღაც თუ უფერულდება ჩვენთვის რაღაცა ხედვები, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ იესოსთან ყოფნა გვაკლია. იესოსთან ურთიერთობა გვაკლია. ლუკას 22:28-29 მუხლებში ნახეთ, თქვენ კი ისინი ხართ, რომლებიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში. და მეც ისევე გაძლევთ სამეფოს, როგორც მე მომცა მამა ჩემმა. როგორ მისცა იესოს მამამისმა სამეფო? ეს სათა სასუფეველი სიხარულში, მშვიდობაში, სიმართლეში, რომელიც გამოიხატებოდა ადამიანთა განკურნებაში, განთავისუფლებაში, ზებუნებრივ გამოვლინებებში, იმიტომ რომ სამეფო, რომელზეც იესო ქრისტე ლაპარაკობს, ის არ არის ამ ქვეყნიური სამეფო, ეს ზებუნებრივი სამეფო. ამიტომ თუ გვინდა რომ ზებუნებრივად გამოვლინდეს ეს სამეფო, ნახეთ რას ამბობს იესო ქრისტე. თქვენ კი ისინი ხართ, რომლებიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში. ნახეთ, ერთ-ერთი პირობა თუ არის, რომ მასთან ერთად ვიყო თავიდანვე, მეორე პირობა ის არის, რომ განსაცდელებმა არ მოგვაშოროს იესო ქრისტეს. დავენერგოთ მას განსაცდელებში. რა განსაცდელები გადაიტანა იესო ქრისტე? განა რომელიმე ჩვენი განსაცდელი შეედრება იმ განსაცდელებს, რომელიც იესო ქრისტემ გადაიტანა? მარტოობა, უარყოფა საკუთარი ახლობლების მიერ, დამცირება, ფურთხება, ჩვენ შეიძლება ვიღაცამ სექტანტო დაგვიძახოს და მაშინვე გაგვიქრეს ყოველგვარი სურვილი, მსახურების და ქრისტიანობის.
ცოტა უტრირებ. მაგრამ იესო ქრისტემ ყველაფერი გაიღო, ბოლომდე წარმოიცარიელა, ისწავლა მორჩილება სიკვდილამდე. და იესო ქრისტე ამბობს, აი, ჩემს განსაცდელში თუ ჩემთან დარჩებით. მაშინ იგივენაირად მოგეცემა თქვენ ზეციური სამეფო, როგორც მე მომცა მამა ჩემმა. ხეთ ეს ჩვეულებრივი აღთქმებია, მეგობრებო. ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ჯერ ეს ერთი მასთან ურთიერთობა უნდა გქონდეს, მაშინაც ყოველდღიურად, როდესაც არანაირი ტკივილი და განსაცდელი არ გვაქვს და თუ განსაცდელები მოდის, ეს იქნება უფულობა, მარტოობა, ხელმოწარულობა, იმედგაცრუება, რაღაცა ჩვენი გეგმების მიხედვით, როდესაც არ მიდის, ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ იესოსთან ერთად დარჩენა. მაინც უნდა გავაგრძელოთ მისი მიზნისთვის ცხოვრება. ურთიერთობა იესო ქრისტეს სტრატეგია იყო და ჩვენ ჭირდება იესო ქრისტესთან ურთიერთობა. ის არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ რაღაცა მშრალი ლექციებით. ის მათთან ერთად ცხოვრობდა. და ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი უნდა იყოს იესო ქრისტე. მაგრამ ასევე ჩვენ გაუსწრებთ ცოტა წინ და უნდა ვიფიქროთ ჩვენ როგორ მოვირგებთ იესოს როლს, იმიტომ რომ ჩვენც ხომ მისი ცხებული ხალხი ვართ. ჩვენ როგორ ვიქნებით ჩვენს მოწაფეებთან ყოველდღიურობაში ჩართული. აი ეს არის გამოწვევა, მეგობრებო. ეს არსებობს ეს გამოწვევა. ნახეთ იესო ქრისტემ გამოიხმო ეს მოწაფეები, მათთან ერთად ცხოვრობდა და ჩვენ ცხოვრებაში შეგვიძლია იესოსთან ვიყოთ, მაგრამ ჩვენს მოწაფეებთან როგორ უნდა ვიყოთ? იმიტომ რომ თქვენ სულიერი წინამძღოლები ხართ, ლიდერები ხართ. თქვენ მსახურები ხართ, თქვენ გერგოთ პატივი იყოთ მსახურები. მოემსახუროთ ადამიანებს. ამისათვის იწვრთნებით ახლა, ამისათვის ეზიარებით გამოცდილებას. ვცდილობ თქვენთან ყოველკვირეული მუდმივი სისტემატური ურთიერთობა გქონდეს. ყოველდღიური არა მხოლოდ თეორიები, მაგრამ ყოველდღიური მაგალითები. მარკოზის 3:14-15 ეს ჩემი უსაყვარლესი ადგილია. ერთხელ როდესაც ეს აღმოვაჩინე ამან მთელი ჩემი დამოკიდებულება შეცვალა. მარკოზის სახარება მესამე თავი 14-15 მუხლები. 12-ნი აირჩია და უწოდა მათ მოციქულნი. ნახეთ, აირჩია უწოდა მოციქული. რას ნიშნავს? აი, მოვიდა ვიღაცა და გეუბნება, შენ ხარ მოციქული. ეს შენ უკვე შენს მისიას გიცხადებს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ მსახურები, ეს უკვე მისიას გვიცხადებს. აი, ამ წუთას მე ვცდილობ თქვენ მოგემსახუროთ. ეს ჩემი მისია. იგივენაირად თქვენ უნდა ემსახურებოდეთ ერთმანეთს და ყველას, ვინც თქვენს გარშემოა. არც ერთი ბატკანი უფლისა არ უნდა დაგჭეთ უყურადღებოდ. თქვენ უკვე მსახურების სტატუსი გაქვთ და ეს მსახურების სტატუსი პრივილეგიასთან ერთად პასუხისმგებლობასაც გაკისრებთ. უწოდა მათ მოციქული. იცით, ხანდახან არის ხოლმე ეს ტენდენცია, რომ აი ადამიანს დროზე ადრე არ უნდა უწოდო რაღაცა ასე შემდეგ. არა. არ მეშინია მე თქვენ გიწოდოთ მსახურები, გიწოდოთ წინამძღოლები, კი ბატონო. იმიტომ რომ ამით მე ხაზს უსვამ თქვენს პასუხისმგებლობას. თქვენს მოწოდებას. თუ თქვენ არ დარჩებით ამ მოწოდებაში, ეს ცუდი იქნება, მაგრამ არც ამის თქმა არ გამიჭირდება თქვენთვის. მაგრამ ნახეთ მე უწოდა მათ მოციქული, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ. რა პარადოქსულია. მოციქული ნიშნავს წარგზავნილს, მაგრამ იესო ქრისტე ნახეთ რაზე უსვამს ხაზს. მასთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ. და მასთან ერთად ყოფნის შემდეგ უნდა გაეგზავნა ისინი საქადაგებლად. ანუ შეესრულებინა ის, რასაც ასრულებენ მოციქულები. რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ. მეგობრებო, ჩვენ თუ ვერ მოვახერხებთ იესო ქრისტესთან ერთად ყოფნას, ჩვენს ქადაგებას ძალა არ ექნება. და ნახეთ, და რომ გქონოდათ განკურნებისა და ეშმაკების განდევნის ხელმწიფება. აი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყოველდღიურმა ცხოვრებამ არ წაგვართვას იესოსთან ერთად ყოფნის საშუალება. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრივილეგია.
ვიყოთ იესო ქრისტესთან ერთად, ვიყოთ მასთან ერთად, იმიტომ რომ მის გარეშე არაფერი არ შეგვიძლია. ის არის ვაზი, ჩვენ ვართ ლერწები. თუ ვაზისგან არ იკვებება ლერწი, ნაყოფს ვერ გამოიღებს. მოჭერით ნებისმიერი ყვავილი, მოჭერით ნებისმიერი ლერწი, მოჭერით მოტეხით ნებისმიერი ტოტი და დადეთ ცალკე ღეროს გარეშე, ძირითადი სხეულის გარეშე და ის მაშინვე უნაყოფო დარჩება. შეიძლება ცოტა ხანი ჩანდეს გამწვანებული. იოანეს 1:39-ში წერია, როცა მოწაფეები მისდევენ, იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები მისდევენ იესოს და მიუბრუნდა მათ და ეკითხება, რა გინდათ? და კითხეს, სად ცხოვრობ უფალ? წამოდით და ნახეთ. და მოწაფეები მიხვდნენ და დარჩნენ მასთან. ეს იყო სტრატეგია იესო ქრისტეს. რა თქმა უნდა, მას ყავდა სხვა მოწაფეებიც, იმიტომ რომ წერია, რომ 70 მიავლინა. წერია, რომ 500-მდე მოწაფე ყავდა. 120 მარტო ზედათვალში იყო. მაგრამ მას ყავდა მოახლოებული წრე, აი ეს 12, ეს განსაკუთრებული ხალხი იყო. მათ წუთნიდა ამ 12-თან უნდა მისულიყო მერე ყველა დანარჩენი. ნუ ერთი გამოაკლდა, სხვა ჩაენაცვლა. ამ 12-თან უნდა მისულიყო მერე ყველა დანარჩენი, ვისაც ასეთი ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა. ვინც უფრო ახლოს არის იესო ქრისტესთან, ის არის განმსაზღვრელი სახურების. ის არის ღირებულებების მდგენი, ის არის საიმედო საყრდენი იესო ქრისტესი. იმას იყენებს უფალი იესო ქრისტე. მათი წერილებით სულდგმულობ ჩვენ დღეს, ვინც ახლოს იყო იესო ქრისტესთან. შეიძლება დღეს ჩვენი წერილები ბიბლია და რა იკინძოს, მაგრამ შენ თუ იესოსთან ახლოს იქნები, შენი ნათქვამი ბევრ ადამიანს გააცოცხლებს, შენი მომსახურება ბევრ ადამიანს გააცოცხლებს. იესოა შენი პრივილეგია. სწავლება ურთიერთობით. იოანეს 14:6-7 უთხრა მას იესომ, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის თუ არა ჩემით, მე რომ მიცნობდეთ, მამა ჩემიც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და გიხილავთ იგი. იესო ქრისტე რაზე უსვამს აქ ხაზს? შენ უნდა იცნობდე იესო ქრისტეს, რომ გაიცნო ღმერთი, რომ გაიცნო მამა. ერთადერთი გზა და იესო ქრისტე არის ღმერთის სიტყვა. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ვისაც წამს ისე როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ სიცოცხლის წყლის ნიაღურები. შენ უნდა იცნობდე იესო ქრისტეს. როგორ უნდა იცნობდე იესო ქრისტეს, თუ მის სიტყვასთან არ გაქვს მოზიარეობა, თუ არ ლოცულობ, თუ არ ეძიებ მას. შენ არ შეგიძლია პრეტენზია გქონდეს გამოცხადებებზე, თუ მასთან ერთად არ გაქვს სისტემატური ურთიერთობა. იესო გამუდმებით ხასობს, უჩემოთ არაფერი შეგიძლიათ. მე ვარ გზა, მამასთან ვერ მიხვალ თუ არა ჩემით. ჩემთან ურთიერთობა გჭირდება. ლუკას 8:10 მან თქვა, თქვენ მოგეცათ ღმერთის სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა. სხვებს კი იგავებით მიეცათ, ისე რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ. ვის ელაპარაკება ამას? თუმცა ელაპარაკება თავის უახლოეს გარემოცვალს. რა საინტერესოა, შენ დღეს ნებისმიერ წერტილში ამ დედამიწის შეგიძლია გახსნა შენი ბაგე და იქონიო პირდაპირი უწყვეტი კავშირი იესო ქრისტესთან. და თუ შენ ღმერთთან გექნება, იესო ქრისტესთან გექნება მოზიარეობა, ურთიერთობა, შენ გექნება წვდომა მის საიდუმლოებებთან. რა არის ახლა ეს საიდუმლოება, მეგობრებო? ზოგადად ახალს ვერაფერს გაიგებ, რაც სახარებაში არ წერია, რაც ბიბლიაში არ წერია. სწორად უნდა გავიგოთ, რომ რაღაცა უცხო მოძღვრებაში არ გადავარდეთ. უბრალოდ შენთვის ის ზედაპირული არ დარჩება. ვიღაცისთვის ეს იქნება ცოდნის დონეზე, მაგრამ შენთვის ეს რეალობა იქნება, როგორ უნდა იქადაგო სულიწმინდის ხებულებით. როგორ უნდა იილოცო, როგორ გამოიყენო ძალაუფლება, როგორ დარჩე შემოსილი ქრისტეს სიმართლით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შენ გექნება ამ საიდუმლოებებთან წვდომა. და შენგან სულიწმინდას არ გაუჭირდება მოქმედება. ომის კისკვლევა ვახსენე, მე და ჩვენი მწიქს აუცილებლად გავივლით ამაზე ჩვენ მთელი ეკლესია
ყავს გადაყვანილი, ასე ვთქვათ, ჩემს მეხსიერებაში ერთი სამჯერ მაინც გავიარეთ მსახურებმა ეს წიგნი და ჩვენც აუცილებლად შევისწავლით ამ წიგნს. რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ყველაფერს ვერ ავიღებთ, მაგრამ პრაქტიკულად ძალიან გამოგვადგება. ეს პატარა წიგნია, ერთ დღეში მაქვს საკითხული და შესწავლილი, სიმართლე გითხრათ, ან ვიწერდი ესე. თავის მიხედვით, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნდა. კომისკის კვლევა ამბობს, ვინც ყოველდღიურად ლოცულობს, აი ის სწავლობდა პატარა უჯრედების ხელმძღვანელების ლოცვით ცხოვრებას. და ის ამბობს, 700 შემთხვევა გამოიკვლია, 700 ეკლესია და მსახურები, პატარა უჯრედის ხელმძღვანელები, რომლებიც დღეში მინიმუმ 30 წუთი მაინც ახერხებდნენ ლოცვას. ისინი უფრო ნაყოფიერები იყვნენ. თუმცა ყველაზე ნაყოფიერები და უფრო ნაყოფიერები იყვნენ ისინი, ვინც საათნახევარი მაინც ლოცულობდნენ ყოველდღიურად. სულიწმით მონათლული ადამიანებისთვის ეს პრობლემა არ უნდა იყოს. ნაყოფიერი ხარ მაშინ, როდესაც გაქვს ურთიერთობა ღმერთთან. სწავლება ეს უბრალოდ ცოდნის გადაცემა არ არის, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარებაა. იესო ქრისტეს თავის მოწაფეებთან ყოფნისთვის დრო ჭირდებოდა. ჩვენც დრო გვჭირდება იესო ქრისტესთან ერთად ყოფნისთვის, საუბრისთვის. მოწაფეებთან მათი დამოწაფებისთვის დრო გვჭირდება და ეს სერიოზული მსხვერპლია, მეგობრებო, იმიტომ რომ იცით როგორ არის ყოფილა ჩემს ცხოვრებაში შემთხვევები და ახლაც არის, ეკლესიაში მსახურების შემდეგ ვიღაცა მოვა, ზოგს უნდა 1 საათი გელაპარაკოს, რამოდენიმე ადამიანი იქ გას გელოდება, მერე ვიღაცას ეუბნები, რომ მოდი კვირის ამ დღეს, ვიღაცას იმ დღეს და შენთვის დრო აღარ გრჩება რეალურად. თუ შენ მოთხოვნადი ხარ, თუ მართლა შეგიძლია ადამიანებს დაეხმარო, შენთვის პირადი სივრცე ნაკლებად გრჩება. იესო ქრისტეზე წერია ასეთი რაღაც, რომ მოიყვანეს ქალაქში და მის მოწაფეებთან მოიყვანეს ყველა, ვინც კი ავადმყოფი იყო, რომ გაიგეს, რომ ინკურნებოდნენ და ისე რომ პურსაც ვეღარ ჭამდნენ. ანუ წარმოიდგინეთ, დაღლილები არიან და საჭმელს ვერ ჭამენ. იმიტომ რომ ადამიანებს მომსახურება ჭირდებათ. ეს დისკომფორტი არის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ საზღაური არის ძალიან დიდი. თუ შენ შეძლებ და რაღაცნაირად დააბალანსებ იმას, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ იფიქრო, საკუთარი მიზნებისთვის არ იყო და შეძლებ მიუძღვნა ადამიანთა მომსახურებას, საკუთარი დრო, ენერგია, გამოცდილება, რა იქნება იცით, თქვენს პირად ცხოვრებაში რომ ნაყოფიერი იქნებით, ნაკლებით ძალისხმევით, მეტის მიღწევას შეძლებთ. ეს საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი. ეკლესიაში ნებისმიერი მსახური აიღეთ, ვინც ეკლესიაში დღეს ვინმე რაიმედ ჩანს, ყველას მოუწია მოქრო შუალედის პოვნა, პირადი საკუთარი ცხოვრების მომსახურებასა და სამწყსოს მომსახურებას შორის. ყველას მოუწია რაღაცა მსხვერპლის გაღება. ზოგს სამსახურზე მოუწია უარესთქმა, ზოგს კარიერაზე უარესთქმა მოუწია, ზოგს უბრალოდ დროის გადანაწილება მოუწია, ზოგს ისეთი სამსახური ჰქონდა, როდესაც მსახურებაში იქნა მოწოდებული, რომ შეუთავსებელი იყო ეს ყველაფერი და მსხვერპლზე წასვლა მოუწია. მაგრამ ყველას დაუფასდა, იმიტომ რომ 1 კორინთელთა 15:58 წერია, ამიტომ ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში. ბოლოს წლების მერე რომ გადმოხედაო, აღმოაჩენ, რომ უფალმა შენ ხელი წაგიკრა. ვიღაცა წვალობს და რის მიღწევასაც 10 წელი მოანდომა, შენ 2 წელიწადში მიაღწევ. ნაკლები ძალისხმევით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს არ ემსახურები. საკუთარ თავსაც ემსახურები, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ უფლის მისია გაქვს მიგდებული. ეს პირად ურთიერთობაში უნდა იპოვნო.
იესო ქრისტესთან პირად ურთიერთობაში უნდა იპოვნო, რამდენს გთხოვს იესო ქრისტე შენი დროიდან, რომ მიუძღვნა სხვა ადამიანების დამოწაფებას, ეკლესიის მომსახურებას და ასე შემდეგ. იყო დრო, როდესაც ახალი მორწმუნე ვიყავი და ჩამოვედი საქართველოში, გავხდი მორწმუნე და 90-იანი წლებია, უმუშევრობაა, საჩინელებაა და მე ძალიან ვღელავდი, იმიტომ რომ გარკვეულწილად მუშაობას, ფულის შეუნას ვიყავი შეჩვეული და სულ ლოცულობდი, რომ უფალო, აი რა მეშველება, ფული ხომ უნდა ვიშოვნო, უზრუნველყოფა მჭირდება, გამეხმარე, გამომიჩინე სამსახური და უფალი დამელაპარაკა. შენი სამსახურია ჩემთან ყოფნა. იყავი 8 საათი ჩემთან ურთიერთობაში, როგორც სამსახურში და მე უზრუნველყოფ შენ. ამ 8 საათში შედიოდა ლოცვაც, კითხვაც, ეკლესიაში სიარულიც, უჯრედზე სიარულიც, ადამიანების მომსახურებაც. ვერ გეტყვით ახლა, რომ ზუსტად 8 საათი ვიცავდი ამას. მაგრამ გადავეცი ჩემი, ანუ მივატოვე ღელვა ჩემი სამსახურისთვის, ჩემი ფინანსებისთვის და მიუძღვენი ჩემი თავი იესო ქრისტესთვის ცხოვრებას. ეს არ იყო ადვილი ნაბიჯი, მეგობრებო. მომიწია, აი, ყოფილა მომენტები, როდესაც მიტირია, გაჭირვებაში, აღარ ვიცოდი ჩემი ცოლშვილისთვის როგორ მიმეხედა. ყოფილა ესეთი მომენტები, გამოწვევის წინაშე მდგარ ვარ, მაგრამ აი ხანდახან ისე რომ მაიკოსაც ვერ გაუზიარებდი, იმიტომ რომ არ მინდოდა რომ რაღაცა ჩემი ეს განცდები მას გადადებოდა, მინდოდა რომ ის ხნეთ ყოფილიყო და ეყურებინა რომ მტკიცეთ ვარ და აი ჩავიკეტებოდი ხოლმე ხანდახან ბოდიში და საპირფარეშოში, გამოვიტირებდი, ვილოცებდი, გამოვიდოდი იქიდან გამხნევებული, მაგრამ ფასის გადახდა იწევს ადამიანს. ლაპარაკობ ამას გაბედულად არა იმიტომ რომ ჩემ თავს გაუკეთო რეკლამა, იმიტომ რომ ეს გამოვლილი მაქვს და აი მახსოვს, როდესაც სამსახური ვიშოვნე. მახსოვს, როდესაც ისეთი სამსახური ვიშოვნე, რომ თანამით ღმერთს ვემსახურებოდი. და დავინახე ღმერთის ერთგულება. და ბოლოს აი 20 წელი, როდესაც ახალგაზრდული მსახურება რო გადავაბარეთ, ხო? აი რომ მოვიხედე. და მინდოდა მადლობის გადახდა უფლისთვის განვლილი 20 წლის გამო პირილი დავიწყე სიხარულისგან, იმიტომ რომ მივხვდი, რომ საუკეთესო წლები მიუძღვენი უფალს. დამიხარდა, აი ეს ის არის რაც დამრჩა, ეხლა შეიძლება ცოტა ქვეყნა გამომდის რაღაცნაირად, მაგრამ იზიარებთ, რომ აი არაფერი სად რა ვიშოვნე, სად ვიმუშავე, სად რა ვჭამე, რომელ რესტორანში ვიჯექი, ეს ყველაფერი წავიდა გაქრა, ეს არ ჩანს. სად დავისვენე, მაგრამ ის ფაქტი, რომ მე მოუნახე ღმერთის მადლითა და წყალობით ძალა, რომ მიმეწუნა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ღმერთის მსახურებისთვის, თან უმუშევარს, ხო? თან ღმერთს მიეცა საშუალება, რომ ზებუნებრივად ვეკურთხებინეთ. ისე რომ ჩვენ ეკლესიიდან ხელფასი არ აგვიღია 100-ს. აი ღმერთმა უზრუნველყო ეს, აი შეგიძლიათ ამას რატო გიყვებით, მეგობრებო, იცით, აი გამოცდა მოელის ამას, მაგრამ თუ იგრძნობ გულში ეს არა იმიტომ რომ მე გელაპარაკები ხა და აენთე უცებ ემოციებს აყოლილი არა. თუ უფალი დაგელაპარაკება, თუ უფალი გამოგიცხადებს რომ რაღაცა საქმეს მიუძღვნა შენი თავი და ამისათვის მოგიწევს პირადი რაღაცეების სამსხორპლოზე მოტანა, ნუ შეგეშინდება. დარწმუნდი რომ უფალი გელაპარაკება და მოიტანა ეს მსხვერპლი, უფალმა იცის როგორ აკურთხოს თავისი შვილები. იმიტომ რომ პირი არ უნდა აუკრაო მეკალოე კარს, მეკალოე ხარს, ასე წერია. პირველმა უნდა იგემოსო მიწის მუშაკმა აი ეს ყანის ნაყოფები, მოსავლის ნაყოფები. ეს ღმერთის აღთქმები არის, მეგობრებო. მაგრამ იქნება მომენტები, როცა დაეჭვდები, შეგეშინდება, ბოლო-ბოლო ეხლა აბრაჰამი დაეჭვდა და არა უშავს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეჭვებს კი არ უნდა დავექვემდებაროთ, უნდა მივხვდეთ ისევ იესო ქრისტესთან. ისე ულოცვა და უთხრათ, უფალო, აი ახლა ეჭვი მეპარება, აი ემოციები მჯაბნიან და დამელაპარაკე რა, უფალო, საყვარელო, განმიახლე შენთან ურთიერთობა. სწავლება მოქმედებაში. მოწაფეები სწავლობდნენ მისგან გზაში, მსახურებაში, ლოცვაში, როგორ ელაპარაკებოდა ხალხს, როგორ რეაგირებდა გამოწვევებზე, როგორ პასუხობდა ფარისევლებს, ჯულის მოძღვრებს, როგორ იქცეოდა მშიერი. უყურებდა. აი გადასახადების ფული რო არ ქონდათ, იქ ხელმძღვანელა პეტრემ, ნახე, წადი ის თევზი დაიჭირე, ჩემი საყვარელი ადგილია. არ ვიცი რამდენჯერ მომყავს ხოლმე ეს ქადაგებაში.
ზებუნებრივი უზრუნველყოფა. თევზი დაიჭირე, ბადე გადააგდე, ამოყვება თევზი, გაჭერი იპოვი ოქროს დათერს. დასვით ხალხი 50-ება და 100-ად. თქვენ აჭამეთ მათ საჭმელი. აი ეს თუ არ დარჩი მშიერი, თუ არ დარჩი უფულო, როგორ უნდა გაჩვენოს იესო ქრისტემ, რომ მას შეუძლია შენი ზებუნებრივად უზრუნველყოფა. აბა როგორ? თუ ყოველთვის გიდევს ანგარიშზე $5,000 სათადარიგო განსაცდელებისთვის და ყოველთვის ბინისქირა გადახდილი გაქვს და არ გიწევს ნერვიულობა ამაზე, აბა როგორ უნდა გაჩვენოს იესო ქრისტემ თავისი წყალობა, რომ ის ზებუნებრივად უზრუნველყოფელია. ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველდღიურ მოზიარეობაში. ეს ჩვენ გამოწვევას გვიკეთებს, რომ მოწაფეებს, რომელსაც ჩვენ დავიმოწაფებთ, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა ვიყოთ ჩართული. დღეს პატარა მინი მონახას შემოგთავაზებთ, როგორ უნდა გაწერო განრიგი ადამიანთან ურთიერთობაში, ურთიერთობისთვის, შენს მოწაფესთან ურთიერთობისთვის და მოწაფე არ არის აუცილებელი მაინც და მაინც სხვა იყოს, შეიძლება ეს შენი ოჯახის წევრი იყოს. აი მაგალითად თამუნას შეუძლია დაიმოწაფოს თავისი მეუღლე. მიზან მიმართულად დაგეგმოს და დაიმოწაფოს. ლაშა შეუძლია დაიმოწაფოს თავისი ძმა. მიზან მიმართულად, მაგრამ ასევე ჩვენ ყავს ეკლესიაში ხალხი, რომლებსაც ყურადღება ჭირდებათ. თუ ზოგიერთები მოახერხებთ, ზოგმა შეიძლება ორი დაიმოწაფოს ერთად. ესეც შესაძლებელია. დღევანდელი გამოწვევის ორი მხარე, წეგანის ვახსენე. გამოწაფების პროცესს იესომ 3 წლიანი ურთიერთობა მოანდობა. ჩვენ როგორ ვაპირებთ ამ გამოწვევის გადაჭრას? აი ერთ-ერთი გამოსავალი არის ეკლესიებს აქვთ ხოლმე სასწავლო კურსი, არის კოლეჯი. აი ჩვენ ეკლესიაში გვაქვს 9 თვიანი კოლეჯი. შემდეგ გვაქვს ინსტიტუტი, ბაკალავრების დონე, მაგისტრების დონე, ეს თბილისში. აი მან პასტორ იურის აქვს თავისი სწავლებითი პროგრამა, თუ არ ვწდები 2 წლიანი, ვიდეო გახმოვანებით. ჩვენ მან ვილაპარაკეთ ამის აუცილებლობაზე და გვინდა რომ ეს გავახმოვანოთ. რომ ჩვენ გქონდეს აი ესე ონლაინ დამოწაფების კურსი მაინც, სანამ სრულფასოვან ეკლესიად გადავიქცევით. სანამ გვეყოლება გამონთავისუფლებული მასწავლებლები, რომლებიც გამუდმებით იქნებიან აი სწავლებით სახურებაში ჩართულები. სანამ გვექნება ქართულენოვანი კოლეჯი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იესო ქრისტემ 3 წელი მოანდომა მოწაფეების გაწვრთნას, მათ დამოწაფებას. შენ გააქვს ეს 3 წლიანი ურთიერთობა იესო ქრისტესთან, ინტენსიური გავლილი. შენ თუ დაიმოწაფებ სხვას, აი იმ ადამიანს როგორ მოემსახურები ინტენსიურად, რითი ჩაანაცვლებ აი ამ 3 წლიან ურთიერთობას იესო ქრისტეს სტრატეგიიდან. ხედავთ, აი ჩვენ გამოწვევების წინაშე ვართ. არადა თანამედროვე ეკლესიების უმთავრესი გამოწვევა ახლა ეს არის, მეგობრებო. რომ ეკლესიაში ადამიანები მოდიან და ისინი უყურადღებოდ რჩებიან. აი ჩვენ ცოტანი ვარ ჯერ წარმოიდგინე, აი 8 ლიდერი ზიხართ ახლა მან დაახლოებით. 8 ადამიანი, რომლებიც წინამძღოლები ხართ. სულ 20-25 ადამიანი ვიკრიბებით ხოლმე. უკეთეს შემთხვევაში 30-35. სიაში ცოტა მეტი ვართ იმ ჯგუფში. მაგრამ ადამიანები უყურადღებოდ ყავს. აი ეს არის თანამედროვე ეკლესიის გამოწვევა. ვიღაცა გადარჩენილია, მაღლიდან შობილია, ან მოახლოებულია. და უყურადღებოდ ყავს. ეს იგივეა, რომ აი ახალშობილი ბავშვი სამშობიაროში მიაწვინონ, კარგად შეფუთონ, დაიხანონ, რომ დაიბადა ბავშვი, მაგრამ მე აღარც რძე აჭამონ, აღარც დაბანონ, აღარც თბილად დააფარონ და მიაგდონ. ის ხო განწირულია დაღუპვისთვის. თუ ადამიანს მარტო დავტოვებ დამოწაფების გარეშე და სულიერი მზრუნველობის, ზედამხედველობის გარეშე, რეალურად ჩვენ მათ დემონებს უგდებთ ხელში. იმიტომ რომ სულიერ სამყაროში ისინი სამიზნეები ხდებიან. როგორც კი იესო ქრისტესთან უშდებათ შეხება. გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ადამიანს ყავდეს თავისი სულიერი ზედამხედველი. მეგობრებო, მეც მჭირდება სულიერი ზედამხედველი.
თქვენც გჭირდებათ სულიერი ზედამხედველი. ნებისმიერ დროს თქვენ შეგიძლიათ, მე ვიქნები თუ ეპისკოპოსი ოლეგი იქნება თუ მაიკო იქნება თუ ნებისმიერი სხვა პასტორი, ვისთანაც გული გაგიწევთ, არ არის აუცილებელი. მაინც და მაინც ერთი, თუმცა თანმიმდევრობისთვის კარგია, რომ ერთ ადამიანთან იყო ანგარიშვალდებული მაინც. თორე ესე კონსულტაციისთვის სხვადასხვა საკითხებზე შეიძლება სხვადასხვა ადამიანები გამოიყენო, მაგრამ უნდა ყავდეს ერთი ან ორი ადამიანი, რომელსაც ეცოდინება ყველა შენი დეტალი. შენი ცხოვრებისეული ყველა წვრილმანი, ფინანსებთან ურთიერთობაში, საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში, ფიქრებში, აზრებში, დამოკიდებულებაში, ცოდვებთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანია ეს, მეგობრებო. შენ უნდა ყავდეს სულიერი მენტორი, ვისთანაც იქნები ანგარიშვალდებული. მეც მყავს ასეთი ადამიანები. მეც ვიცი ვის უნდა ველაპარაკო. ესენი არ არიან შემთხვევითი ადამიანები. 2-3 ადამიანი მყავს, ვისაც შემიძლია ველაპარაკო ხოლმე ჩემს განცდებზე, ჩემს გამოწვევებზე, ვისაც შემიძლია თხოვო ლოცვა, რჩევა. ეს შეიძლება ერთმანეთისთვისაც იყოთ თქვენ. ვინ ზედამხედველობს შენს რეალურ სულიერ ცხოვრებას? აი ამაზე დაფიქრდი, გააქვს პასუხი. შენ გჭირდება სულიერი ზედამხედველი. იმიტომ რომ თუ მარტო დარჩები, გაგიჭირდება, იცი, აი ორნი როცა მიდიან გზაზეო, ერთი თუ დაეცემა, მეორე წამოაყენებს. ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მარტოები საკუთარ თავთან. იცით როგორ არის, აი უკვე ვიცით ხოლმე, როდესაც რომელიმე ადამიანი გაეთიშება ძმობას, გაეთიშება ანგარიშვალდებულებას, უკვე ვიცით, რომ პრობლემასთან გვაქვს ხოლმე საქმე. აი ამასთანავე ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი ეკლესიაა ტეხასში, Grace Community. ერთ-ერთი პასტორი ჩამოაშორეს ეკლესიას, გარიცხეს ფაქტიურად, შეუჩერეს მსახურება. იმიტომ რომ აი ცოტა განყენებულად იყო და მე აღმოაჩინეს, რომ პორნოგრაფიაზე იყო დამოკიდებული. და იცით, მან არ აღიარა ეს, რომ ეს რაიმე რა მოხდა მერეო თქვა. ეს რაიმე სულიერი პრობლემა იყო. ყველა ეგრე არ არისო და ყველა ეგრე როგორ არის? ეს მან არ იცოდა, იმიტომ რომ აი ეს ასეთ წვრილმანებში ურთიერთობაში ჩაიკეტა. აღმოჩნდა, რომ რამოდენიმე 8 წელიწადი თუ რაღაცა ამ პრობლემაში იყო. ვიცნობა საქართველოშიც იყო ჩამოსული. წარმოგიდგენიათ? ეს როდის ხდება, იცი? აი როცა რაღაცა ფიქრები გააქვს, გამოწვევა გააქვს და მარტო რჩები საკუთარ თავთან და არ იარებ ჩვენს სულიერ ზედამხედველთან. აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე. დავითი სწრაფი იყო აღიარებაში. იცით, ეს აღიარება არ არის ჩვეულებრივი საიდუმლოება. შენ უნდა ყავდეს ადამიანები, ვისთანაც ანგარიშვალდებული იქნება. ფინანსებთან შენს დამოკიდებულებაში, საწინააღმდეგო სქესთან, სიამაყის ფიქრები, აზრები თუ სადღაცა წენა გაქვს, სადღაც რაღაცა გამოწვევის წინაშე ხარ თუ სადღაცა რაღაცა ცოდვას ვერ უმკლავდები. ზოგიერთი ადამიანი ცოდვისაგან ვერ თავისუფლდება, მარხულობს, ლოცულობს, სინამდვილეს სჭირდება თავის დამდაბლება და ვიღაცასთან აღიარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ვინ არის შენი სულიერი ზედამხედველი? შენ ვერ იქნები მსახური თუ შენ ზემოთ არ ყავს იერარქია, ასე ვთქვათ, ვისთანაც ანგარიშვალდებული ხარ. გახსოვთ ასისთავი, როდესაც მივიდა იესო ქრისტეს. თან და ეუბნება, რომ არ არის საჭირო ჩემს სახში შემოსვლა. მეც ძალაუფლების ქვეშ მდგომი კაცი ვარ. ნახეთ რას ამბობს? იმას კი არ ამბობს, რომ მეც მყავსო ქვეშევრდომებიო. ძალაუფლების ქვეშ მდგომი კაცი ვარ. და ძალაუფლების ქვეშ როდესაც ვარ, რომ იციან, რომ მე ზემოთ მყავს უფროსი, იმის სახელით მე მემორჩილებიან ვეტყვი, წადი ეს გააკეთე და წავა გააკეთებს. იცით, სულიერ სამყაროში დემონები გაღიარებენ შენ და ემორჩილებიან შენს ბრძანებებს, თუ ხედავენ, რომ შენ რეალურად ხარ ქრისტესთან მორჩილებაში და ქრისტესთან მორჩილებაში როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ. დავემორჩილოთ იმ წესებს, იმ წყემსებს, იმ მოციქულებს,
რომლებიც დაგვიყენა იესო ქრისტემ ეკლესიაში. სხვანაირად შეუძლებელი. როდესაც აი ამ ჯაჭვში დგახარ ერთ-ერთ რგოლად, შენ შემდეგ რგოლებიც წყობში არიან. თუ შენ არ გინდა დაემორჩილო, პრობლემები გექმნება პირადად შენ და შენ შემდეგ სხვა ადამიანებსაც. ვის აძლევს საშუალებას, რომ დაგაკვირდეს გამადიდებელი შუშით? ურთიერთობა, ანგარიშვალდებულება, წვრილმანებში ერთმანეთისთვის ჩახედვის მიცემის უფლება, ზრდის მოწაფეობას. შენ ვისთან გინდა იყო იესოს მსგავსად? ვისი მენტორი გინდა იყო? ამაზე ჩვენ ფიქრი გვჭირდება, მეგობრებო. აი ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ თქვენ გაგიწიოთ ეს მომსახურება. არა მხოლოდ თქვენ, კიდევ ვიღაც ხალხი ყავს, კიდევ ვიღაცას ვამზადებთ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, აი ამას წინათ ერთ ადგილას ვიყავი და შევთავაზე მე თვითონ. მოდი დაგეხმარებით. აი ამას ვაკეთებთ მაგალითად ბრუკლინში, მოდი თქვენთანაც გავაკეთებთ. შევთავაზეთ. შენც უნდა იფიქრო, ილოცო, ვის გინდა გაუწიო სულიერი ზედამხედველობა, იმიტომ რომ ჩვენს ეკლესიაში ბრუკლინში არიან ადამიანები, ვისაც სჭირდება ყოველდღიური მოზიარეობა. ზოგიერთს ძალიან მტკივნეული საჭიროება აქვს ამის. არ უნდა მივატოვოთ ეს ადამიანები, მეგობრებო, იესო ქრისტე მათთვის ჯვარს ეცვა. დავალება. დაისახე ადამიანი, ვისთვისაც სულიერი მენტორი იქნება. კარგი იქნება ჩვენ თქვით რომ აირჩია, ხო? ისინი. პირველი ეს იყო. და თქვით რომ ლოცვით კარგი იქნება თუ ავირჩევთ. ეს გაკვეთილი უკვე გავლილი გვაქვს. თუ უკვე აირჩიე, დაისახე ახლა როგორ უნდა გაუწიო მათ მენტორობა. როგორ უნდა იქონიო მათთან ურთიერთობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კვირის განმავლობაში მინიმუმ 2 შეხვედრა ერთად ლოცვის ან კითხვისთვის. აი ძალიან გაადვილებულია, მეგობრებო, ეს ახლა აი მე არ დამჭირდა ნიუ-იორკში გადმოფრენა იმისთვის, რომ თქვენ შემოგხვდეთ. აი ყოფილა შემთხვევები, როდესაც ვიღაცასთან ონლაინ ქონია ესეთი საკონსულტაციო ჩართვა თქვენგან, ხო? აი ჩაერთვები, ის რაღაცა საკითხებს გელაპარაკება, შენ რაღაცა გამოცდილებას უზიარებ და ასე შემდეგ. მე მინდა გაგამხნევო თქვენ. ეიქნება თუ ღამე იქნება. როდესაც გრძნობთ ამის საჭიროებას, მომწერეთ. თუ იმ წუთას ვერ დაგირეკავთ, შევარჩევ დროს და გადმოგირეკავთ. თუ ხმოვანი შეტყობინებით მომწერთ, პასუხსაც ხმოვანი შეტყობინებით მოგწერთ. აუცილებლად გამოვნახავთ კომუნიკაციას. კვირაში რამოდენიმეჯერ. თუ აკვირდებით, ხო? აი ვცდილობ, რომ კავშირი არ გამიწყდეს თქვენთან. რაღაცა ჯგუფში ვაგდებ, რაღაცა აი რაც ჩემს გულშია, რაზეც მინდა რომ იფიქროთ. იმ მუხლებს გიზიარებთ. ეს არ არის უბრალოდ მუხლი, რომელიც მომეწონა. ბიბლიაში ყველა მუხლი მომწონს, რომელსაც ვკითხულობ. მაგრამ აი რასაც გრძნობ ხოლმე, რომ მინდა რომ კომუნიცირება მოვახდინო თქვენთან, ამას გიზიარებთ ხოლმე და აი რომ ასკროლოთ დაინახავთ კვირაში ეს ერთხელ და ორჯერ არ ხდება. იფიქრე, როგორ შეგიძლია შენს მოწაფესთან, მეგობართან ერთად ყოფნა, სწავლება და აქცია. აი როგორი მომენტია, იცი, ცოტა გვიან მივხვდი მე ამას სხვათა შორის. თუმცა ამის კარგი მაგალითები მქონდა ეკლესიაში. ყველგან გასვლა, აი ერთ-ერთი ჩვენი უბნის ძლიერი მხარე იყო, ხან ზღვაზე გავდიოდით ხოლმე, ხან ტყეში გავდიოდით, ხან სადღაცა მოზიარეობა ქონდა, ხან ღამის თევით ვიკრიბებოდით ხოლმე, აი ღამის თევის ლოცვა ქონდა და ვიყიდით რაღაცა საჭმელებს, თელეღამებს, გალობდით და ლოცულობდით და ერთად ვიყავით უბრალოდ რა. ღამეს ვტეხდით ერთად. ცოტა რთულია ხა ეს თქვენ შემთხვევაში, მაგრამ და იცით რას მივხვდი, რომ ჩვენი ხელმძღვანელი ამას აკეთებდა მიზანმიმართულად. საერთოდ არ უთქვამს, რომ ამით ახლა ის მე მიმოწაფებდა. მაგრამ იყენებდა ყველა აი ასეთ არაფორმალურ გარემოს იმისთვის, რომ ეჩვენებინა პრაქტიკაში რას ნიშნავდა ქრისტიანობა დღევანდელ დღეს. გამოიყენეთ აი ეს მეგობართან ურთიერთობა იმისათვის, რომ მას რაღაცეები ასწავლოთ. იყავით მაგალითი ყველა სიტუაციაში. პრაქტიკა აჩვენებს, რომ
ჭეშმარიტად თავისუფალი მაშინ ხარ, როცა უკვე სხვის თავისუფლებას ემსახურები. აი თუ შენს ცხოვრებაში რაღაც საკითხებზე გამარჯვება გინდა, გამონთავისუფლება გინდა და ასე შემდეგ, იცოდე რომ ეს მოდის მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა ადამიანებისთვის მსახურებას უძღვნი თავს. საკუთარი თავის უარყოფაზე გადის საკუთარი წარმატების მოპოვება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მეკითხება. ნაყოფიერი ლერწის მაგალითი. როცა იწყებს ლერწი ნაყოფების გამოღებას, ასე წერია, რომ მამა წმენს მას, რათა უფრო მეტი ნაყოფები გამოიღოს. რა ნაყოფი უნდა გამოვიღოთ? იესო ქრისტემ დაგვავალა ჩვენ. მონახეთ დაკარგული, გადაარჩინეთ, ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა. ეს არის ჩვენი ნაყოფები. შენს ცხოვრებაში უფრო ნაყოფიერი იქნები პირადად შენი თავისთვის, თუ აი ამ ნაყოფების მოტანას შეძლებ ღმერთისთვის. იმიტომ რომ შენი ზეციერი მამა გაგწმენს, რათა უფრო მეტი ნაყოფები გამოიღო. ნახეთ აი პირობითი გეგმა თქვენთვის. როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს კვირის სამოქმედო გეგმა ურთიერთობის საკულტივაციოდ? აი ხო გამოითხოვე ლოცვაში ადამიანი. მაგალითად ვიღაცამ აირჩია სოლომონი. სიტყვაზე ვიძახი, ხო? და ეხლა შენ ფიქრობ, რომ უნდა მოემსახურო მას, როგორც იესო ემსახურებოდა თავის მოწაფეებს. უნდა დაიმოწაფო ეს ადამიანი. როგორ უნდა დაიმოწაფო? ინტენსიური ურთიერთობა უნდა კონდეს მასთან. თქმა უნდა, შეიძლება ყოველ დღეს არ გამოგივიდეს, მაგრამ შენთვის რაღაცა შეიმუშავე. ჩამოიწერე. შენს ციგნებში, შენს ტელეფონში, შენს კედელზე გაიკარე. დაანახე იესო ქრისტეს, რომ შენ ხარ მიძღვნილი მსახური. და აი პირობითად მიწერია. ორ შაბათს ავაზე დაჯექით სადღაც ერთად. დილა იქნება, საღამო იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. სამშაბათს შეიძლება ვერ შეხვდე, მაგრამ ერთობლივი ლოცვა კონდეს. აი დაურეკო WhatsApp-ით ადამიანს და ლოცულობ რაღაც აბა დღეს როგორ ხარ, როგორ განწყობაზე ხარ. მოდი ამაზე ვილოცოთ. რაღაცა მუხლი გაგახსენდება. იცი აი წმინდა წერილი მამას ამბობს ამაზე. ჯერას ფიქრობ. მოდი ერთად ვილოცოთ. მოდი ეს აღთქმაა. იმიტომ რომ იესო ქრისტემ თქვა თუ 2 ან 3 რაიმეზე შეთანხმდებით, იგეცემათ, ეკნება თქვენ. რასაც შეკრავ დედამიწაზე შეკრული იქნება, ზეცაშიც, რასაც გახსნით, გახსნილი იქნება. 4 შაბათს აი ეპატიჟები შენს უჯრედზე. ზრუნავ თუს მაგალითად არ აქვს გზის ფული იმ შენ მოწაფეს ან რაღაც ამდაგვარი. ან შეიძლება 1 საათი უგვიანდება. უთანხმებ, უთავსებ. შეიძლება გავლა დაჭირდეს, გაყოლება დაჭირდეს უჯრედზე. ყველა უჯრედის ხელმძღვანელი არ ხარ ჯერ. ყველას არ გაქვთ უჯრედი დაწყებული, მაგრამ ვიღაცამ შეიძლება გაიყოლოს არსებულ უჯრედზე, რომ მიზეზია მასთან ურთიერთობის. სულაც არ გჭირდება შენი მისთვის თქვა, ახლა ამ ერიდან შენ ხარ ჩემი 3 წლიანი გეგმის მოწაფე. შეიძლება 3 წელი სულაც არ გამოგივიდეს ეს, 6 თვე გამოგივიდეს, მაგრამ ადამიანი ფეხზე მყარად დააყენო. აი დედა ჩემმა იცის ხოლმე ესეთი თქმა, აი ფეხზე დააყენეო შვილო, პატარა რო არის ჯერ არა, აი რო გადაცდება უკვე ჭამას რო ისწავლი, რო მოშივდება უკვე ლუკმას რო გაგლიჯავ შვილი ხელიდან, მე იტყვის ხოლმე რომ აი უკვე აღარ მეშინია, უკვე ისწავლა ჭამა. აი იქამდე მეუბნება ხოლმე რომ მიდი ფეხზე დამიყენეო ესე მასწავლის. აი სულიერად მოდი გადმოვიტანოთ ეს, როდესაც მოწაფეს ასწავლი დამოუკიდებლად იესო ქრისტესთან ურთიერთობას. დამოუკიდებლად გამოცხადების ძიებას, იესოსთან ყოფნას, იესოზე დაიმედებას. ჩათვალე რომ შენი მისია შესრულებულია. გაყვეს იესო ქრისტე, სტაბილურია, რომ რაღაცა განსაცდელმა არ გაითრიოს ეკლესიიდან და არ დაიკარგოს. ასე რომ აი იფიქრეთ. ხუთშაბათს რაღაცა ბიბლიურ მუხლს გაუზიარებ და ეტყვი რა აზრის ახარ ამ მუხლზე? გამოიწვევ, აი ვცდილობ ხოლმე რომ გამოგიწვიოთ, მაგრამ ძალიან არ აქტიურობთ. ხოც დამჭირდება. აი ხა მე მაქვს პასუხები, მინდა მე თქვენ პასუხები მოგწეროთ იქ. 1-2 შეიძლება კიდე შეგახსენოთ ის მუხლები, რო გითხარით, თქვენ რას ხედავთ აი ამ მუხლებში. ზოგიერთებმა დაწერეს, ზოგიერთები ჯერ თავს იკავებენ. მაგრამ ყველას შაუგდე მთელ ეკლესიას ბრუკლინის კლუბში. ესეც შეხება. იმიტომ რომ ეხა შეიძლება არ გამოგვივიდეს ესე ინტენსიურად იესოსთან ერთად მოწაფეებთან ყოფნა 3 წლის განმავლობაში უწყვეტად. სხვა დროში ვართ, მაგრამ
თქვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სტრატეგია ურთიერთობაა, ერთად ყოფნაა და შეძლების და გვარად, აი ერთად უნდა ვიყოთ. ეკლესიამ ამიტომ გამოიგონა ეს უჯრედები, შეხვედრები, ლოცვითი შეხვედრები, რაღაცა ფანდეის ეძახოდნენ ხოლმე. ღიარულების დღე, ერთად ყოფნის დღე, რაღაცა ბუნებაში გასვლის დღე, ბანაკები გვაქვს. თვალთა მსახურება ცალკეა, ძმების მსახურება ცალკე ვეწეოდით ხოლმე, ძმები შევიკრიბებოდით, ახლა ხდება ხოლმე ისეთ თემებზე, ქალები ცალკე იკრიბებოდნენ. აი ეს უამრავი რაღაცა ბერკეტი არის, რომ მაქსიმალურად კომპენსირება მოვახდინოთ იმის, რომ ჩვენ ახლა პირველ საუკუნეში არ ვცხოვრობ და სადღაცა უდაბურ ადგილებში არ დავდივარ და ერთად არ ვარ ცუდ. შაბათს აუცილებლად მოიკითხე. მარტო იმისგან კი ნუ მოითხოვ გულითადობას. ნუ პარასკევს აი გულახდილი საუბარში გამოიწვიე. შაბათს მოიკითხე, გაუზიარე შენი ყოველდღიური საზრუნა, ვიცოდეს რომ შენს რაღაცა აი ნუ ითამაშებ სრულყოფილი ადამიანის როლს. მოუყევი შენს პრობლემებზე, შენ როგორ უმკლავდები რაღაცებს. იცი აი მე საკითხი მიდგას, აი ამაზე ვილოცულობ ახლა, შენ როგორ ხარ? მოდი შენ ჩემთვის ვილოცე, მე შენთვის ვილოცებ. თან by the way, დაპატეჟე კვირას მსახურებაზე. ხო მოდიხარ ხვალე. გამოვლა ხო არ ჭირდება გზის ფული, როგორ ახარ? მოგვენატრე, აბა გელოდებით ხვალე შეხვედრამდე. და გამოგივა, რომ აი ესე 15 წუთიანი, 10 წუთიანი ყოველდღიური ურთიერთობით ფაქტიურად მთელი კვირის განმავლობაში შენ გექნება შენს მოწაფესთან უწყვეტი ურთიერთობა. საქმის ყურში იქნები, სამწყსო მიგდებული არ იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთი ჩვენგანი მოახერხებს იმას, რომ რამოდენიმესთან კონდეს ასეთი ურთიერთობა, ორთან. ხო საერთოდ სასწაულია. მაგრამ ერთხელ ერთი ბიჭი იყო თელავიდან ჩამოსული, ახლა ეკლესიაში დადის. ხო იქორწინა მთელი ამბავი. ვიღაცა მოიყვანა ეკლესიაში. ცუდად გახდა. ჩავისვი მანქანაში, დამყავდა კლინიკაში, მორწმუნე ექიმებთან. რაღაცა ფინანსური პრობლემები შეექმნა, სახში ვეპატიჟებოდი, ცოტა ვალები გადაუხადეთ, ცოტა რაღაცა, იქ რაღაცა პოლიციასთან ჰქონდა პრობლემა, იქ ვეხმარებოდით მოგვარებაში ისე ეს და დადგა ეს ბიჭი მყარად ისე რომ ყოველ მსახურებაზე ახალი ადამიანი მოყავდა, ვაგზალზე მქონდა უჯრედი, ერთი ჩვენი და არის ინგა იმასთან და ყოველ ჯერზე ახალი და გაცლიერ და მოყავს, დღესაც ეკლესიაშია, 3 შვილი ყავს. ბედნიერი კაცია და მე საკუთარი ბიზნესი დაიწყო და ასე შემდეგ და ერთხელ მოვიდა ჩემთან და რა მითხრა იცით? გურო, აი ამ ადამიანზე ვზრუნავ ახლა მე. ოჩახ მეუთხარი, კაი ბიჭი ხარ და იცი საიდან მივხვდი რომ ეგრე უნდა გამეკეთებინაო? უფალმა შემახსენეო, აი შე როგორც მეკცეოდიო, ეხლა მე მოვექცე იმას ისევ. რა მაგარი რაღაცაა რა. აი მე არ მithქვამს ეხლა წადი და შენ ესე მოიკეცი. ბუნებრივად აიღო ადამიანმა მიხვდა, აი როცა უფალთან ურთიერთობაში არის. რაღაცა მომენტში, როდესაც უყურებს ადამიანის საჭიროებას, უფალი იესო ქრისტე დაელაპარაკა და უბნა, აი გურო როგორც გექცეოდა შენ, ეხლა შენ წადი და ისე მოეკეცი იმას. ფაქტიურად გაიხადა მოწაფე. ზრუნველობით და ასე შემდეგ. ეს გადამდებია მეგობრებო. აი თქვენ 8 ადამიანი ხართ ახლა მან თუ რამდენიც ხართ, ყველამ რო ერთი მოწაფე დაიმოწაფოს, ერთი ადამიანი. და 6 თვეში ამ ადამიანს უთხრას, წადი ახლა და შენც ასე მოიქეცი სხვას მთელი ამ კვირების განმავლობაში, მე როგორც გექცეოდი ამ თვეების განმავლობაში. მას ფაქტიურად ინსტრუქცია ექნება მიცემული, წარმოგიდგენიათ? რაც არ უნდა ლექციები უტარო ადამიანს, რაც არ უნდა ელაპარაკო აქედან ახლა საგურამოდან ჩაერთო ბრუკლინში, თუ აი ეს ინტენსიური ურთიერთობა და მოზიარეობა თუ თქვენ ცხოვრებაში ჩართულობა არ გვექნება, შეხება არ გვექნება, რაღაცა ცოდნა არ გვექნება, პირადი მომსახურება, მზრუნველობის განცდა არ გექნება ჩვენგან, ეს ეფექტური არ იქნება მეგობრებო. ამიტომ თქვენც უნდა დაგიმოწაფოთ თქვენ ასე და თქვენც უნდა დაიმოწაფოთ ასე. დამოწაფება ნიშნავს მომსახურება. ყველაფერი იმით რაც იცი. მათ შორის სიმბოლურად ვამ. ფეხების ბანვითაც. იმიტომ რომ იესო ქრისტემ რა გააკეთა? მაგალითი მისცა მე თქვენი მსახური. თქვენი მასწავლებელი ვარ.
მოძღვარს მეძახე და მე თუ ასე გექცევით, თქვენც ასე უნდა მოიქცეთ ერთმანეთს. დასკვნა. ჩვენ გვჭირდება იესოსთან ყოფნა, სიტყვაში, ლოცვაში, მიზანში, მის მისიაში, რომელიც მან დაგვიდგინა. ესტაფეტა ჩვენ გადმოგვეცა და ახლა ჩვენ უნდა დავიმოწმოთ. მათეს 28:20. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე. იმ საქმეში იესო ქრისტე ჩვენთანაა. ქრისტეს სტრატეგია იყო ცხოვრება მოწაფეებთან ერთად. უნდა გამოუნახოთ გზები დღეს, ამას როგორ მოვახერხებთ და როგორ გავაკეთებთ. მოწაფეობა ყალიბდება ურთიერთობით. მხოლოდ მაშინ გადაეცემა გამოცდილება და რწმენა ადამიანებს, როდესაც მათთან ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს. იყო მენტორი ნიშნავს უბრალოდ ახლოს ყოფნას. იყო ნამდვილი და იყო ჩართული ადამიანის ცხოვრებაში. ამინ. მეგობრებო. აი ხა ჩამირთეთ მიკროფონები და აბა მომიყევით პირველი გაკვეთილის მერე თუ ჩაგედოთ გულში რომ გელოცათ, თუ ვინმე უკვე გამოჩნდა ჰორიზონტზე, ვიზეც გინდა სულიერი პასუხისმგებლობა აიღოთ, მოდი ეს ჩაწერა გამოვთოთ. როგორ უნდა გამოვთო ლაშა? არ ვიცი, ნახტავა. აუწებნი ხა. შენ გაქვს მაგის ესა. I stop them. Are you sure you want to stop recording?